გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი? ჩემსავით თუ ხართ ყველაზე ცნობილი სუპერ ჯაშუშის გულშემატკივარი, ამ კითხვას დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთხელ შეუწუხები ხართ. მით უმეტეს ასე მოდურ, ტოლერანტულ კასტინგებს თუ გავიხსენებთ, სადაც აფრიკელი ანა ბოლეინი გვყავს და ლათინო ფიფქია. ბოლო პერიოდია უშუალოდ ჩემდა გასაკვირად კულუარებში ძალიან ხშირად იწერება ჭორები ტომ ჰოლანდთან დაკავშირებით. თვითონ ტომი კი თავის ინტერვიუებში შეფარულად არაპირდაპირ მინიშნებებს იძლევა თუ ეს ფანების ფანტაზიის ნამყოფია, არაა ჯერჯერობით ნათელი. თუმცა ჭორებისა და თეორიების მიზეზად იქცა ტომ ჰოლანდისა და გორდონ რემზის კულინარიული ვიდეო. სადაც სენდვიჩების მზადებისას ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე ესაუბრებოდნენ, რა დროსაც საუბარმა ჯეიმს ბონდისკენ გადაუხვია და კითხვაზე უფიქრია თუ არა მას ჯეიმს ბონდის როლის შესრულება, ტომ ჰოლანდმა აღნიშნა, რომ არ არსებობს ბრიტანელი მსახიობი მამაკაცი, ვისაც ჯეიმს ბონდის შესრულება არ უოცნებია. და მას ხომ არ აქვს რამე შემოთავაზება ამ მხრივ. ტომ ჰოლანდი გაჩერდა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ის ვერაფერს იტყვის. ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლოს ამატებს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უშუალოდ მე ის შემიძლია ვთქვა, რომ ტომ ჰოლანდის როგორც მსახიობის და პიროვნების მიმართ მხოლოდ პატივისცემით ვარ გამსჭვალული, მაგრამ ჯეიმს ბონდის როლში ნამდვილად ვერ ვხედავ. და სამსახიობო გარდასახვა, რომ არაა საკმარისი, ფილმმა Uncharted მას დაგვარწმუნა ამაში. თანაც როცა ვიცით, რომ ერთ-ერთი ვერსიით ჯეიმს ბონდის როლი ჰენრი კავილს უნდა შეესრულებია, სხვა ნებისმიერი ვერსია უკვე წამგებიანი მგონია. ერთი ვიცით, რომ Paramount-ი უკვე ემზადება ახალი სერიისთვის და რეჟისორად თვით დენი ვილნოვი აირჩიეს. მოლოდინი მართლაც რომ ძალიან დიდი. ჰენრი კავილმა მაყურებლებს და გულშემატკივრებს კიდევ ახალი ამბავი ამცნო სოციალური ქსელებით. და ეს განსაკუთრებით სასიხარულო მთიელის, იგივე ჰაილენდერის და იგივე ჩვენ ბავშვობაში გორეცის გულშემატკივრებისთვის. მისი თქმით, მთიელის გადაღებები 2025 წელს დაიწყება. კავილმა აქვე აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროექტზე მუშაობა ისეთ რეჟისორთან, როგორიც არის ჩად სტაჰელსკი, რომელიც შეიძლება ვიცოდეთ ჯონ უიკის ბოლო 3 სერიიდან. ფილმის გადაღებები ინგლისში, შოტლანდიაში და ჰონგ-კონგში იგეგმება. ჰენრი კავილის კომპანიონობას უნიჭიერესი რასელ კროუ გაუწევს. მიუხედავად მთიელის პირველი ფილმის საკულტო სტატუსისა, ყველა შემდგომი ესე ვთქვათ, არც ისე საკულტო გამოდგა. მაგრამ მათ ახლოსაც არ ყოლეთ ესეთი შემოქმედებითი გუნდი, ამიტომ ველით რაღაცა ახალს, საინტერესოს და ბრუტალურს. ჰოლივუდში სტარტი აიღო კლიფ ბუტის გადაღებებმა. ფილმის გადაღება დევიდ ფინჩერმა ითავა, ხოლო კვენტინ ტარანტინოს სცენარის ავტორად წარმოგვიდგება. პაპარაცებმა რა თქმა უნდა მოახერხეს გადასაღები მოედნიდან რამოდენიმე სურათი გამოეტანათ და მათში ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო კლიფის ახალი იმიჯი. კერძოდ ულვაშები. ტარანტინო შეიძლება ამით კლიფის უფრო დასრულობან მამაკაცურობაზე გაესვა ხაზი, იმიტომ რომ ინსაიდერების ცნობით ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1977 წელს, ორიგინალი ფილმიდან 8 წლის შემდეგ. ამჯერად ბუტი არ არის კერძო მძღოლი, არამედ ჰოლივუდური კომპანიაზე მუშაობს და ესე ვთქვათ, სპეციფიური მიდგომის საკითხების მოგვარება აკისრია ჭალებში. ფინჩერის სტილი ტარანტინოს სცენარით მართლაც საინტერესო იქნება და სულ მოუთმენლად ველი აღნიშნულ სურათს. სასიხარულო ამბავი DC-ის ფანებისთვის. მეტ რივზის სცენარი, ახალი განახლებული ბეტმენის მეორე ნაწილის, როგორც იქნა დადასტურდა კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ და ჩაეშვება სამუშაო პროცესში. კულუარული ინფორმაციით უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე უშუალოდ გადაღებებია დაგეგმილი. სცენარის ავტორი თვით მეტ რივზია, რომელმაც მართლაც შეძლო უკვე არაერთხელ გადაღებული სხვადასხვა მაღალი დონის რეჟისორების მიერ ბეტმენის ფრანჩაიზისთვის რაღაც ახალი მიეცა. თითქოს პირქუში აურა არც არასდროს აყდა აღნიშნულ ნაწარმოებს, მაგრამ ნოარის სტილში მოქცევამ რაღაც სხვანაირად ყურებადი გახადა. პირველი და მეორე ნაწილებს შორის მოლოდინი კარგად გაამძაფრა საკმაოდ ხარისხიანმა სერიალმა პინგვინი, რომელიც პარალელურად ვითარდება ამავე სამყაროში. სიუჟეტის შესახებ
ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ ვიცით რომ რობერტ პატისონი მოირგებს ისევ ბეტმენის ნიღაბს, ასევე კოლინ ფარელი წარმოგიდგება პინგვინის როლში. სხვა პერსონაჟებზე კი როგორიც არის ქალი კატა ზოი კრავეცის შესრულები და ბარი კოგანის ჯოკერის შესახებ სამწუხაროდ არაფერი იძებნება. როგორც არ უნდა იყოს პირველი სერია, ვისაც მოგეწონათ, სულ ცოტაც დაგრჩათ მეორე ნაწილის გამოსვლა. ინტერნეტში გავრცელდა ახალი ტრეილერი ფილმისა ნიურბერგი. ფილმის ავტორები გვირდებიან, რომ 45-46 წლის მოვლენები არა დოკუმენტალურად, ანუ მშრალად, არამედ დრამატურგიული ხერხებით და ჩახლართვებით იქნება მოწოდებული სხვადასხვა პრიზმიდან, როგორიც იქნება რამი მალეკის მიერ შესრულებული ფსიქოლოგი და რასელ კროუს მიერ შესრულებული ჰერმან ჰერინგი. რამი მალეკის პერსონაჟს ევარება გამოიკვლიოს ფსიქიკა გერმანელი ლიდერებისა და დაადგინოს თუ რატომ ჩაიდინეს ამგვარი არაადამიანური დანაშაულები და თუ განიცდიან ეხლა რაიმეს სინანულის მსგავს. მაგრამ ის ხდება მათგან პირიქით მანიპულაციის, ზეგავლენის და მოტყუების მცდელობებს. ტრეილერიდან იგრძნობა, რომ ფილმი საკმაოდ დაძაბული ფსიქოლოგიური დრამა იქნება. მსოფლიო პრემიერა 7 ნოემბერსაა ჩანიშნული. როგორც იქნა ზოოტოპია 2-ის ტრეილერიც გამოვიდა. ეკრანებზე ისევ ჩვენი საყვარელი დუეტი გვხდება. ამჯერად მათ უწევთ გველი გერის დაჭერა, რომელიც ტრეილერი თუ ვიმსჯელებთ, არ უნდა იყოს თავარი ანტაგონისტი. რაღაც სხვაშია საქმე. მაგრამ ზუსტადაც ამის გამოსაკვლევად მოუწევთ სიუჟეტის ჩახლართვა ჩვენს თავარ გმირებს. პირველ სერიაში საკმაოდ იყო ლოკაციები, მაგრამ ამჯერად გვერდებიან ზოოტოპიის უფრო საფუძვლიანად გაცნობას და პასუხების გაცემას, თუ რატომ არ ყოფილა აქამდე ამ ქალაქში გველები და თუ აქ არა, სად იყვნენ მაშინ. სასიხარულო ისეც, რომ ფაქტიურად პირველი ნაწილის შემოქმედებითი გუნდი სრულიად იყო ჩართული მეორე ნაწილის შექმნაში. რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ დამახასიათებელი იუმორი, სოციალური ქვეტექსტი და დინამიკა უცვლელი იქნება და ჩვენ როგორც მაყურებლები უბრალოდ მივიღებთ დიდ სიამოვნებას. მსოფლიო პრემიერა 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. You know, this is not your worst idea. Wow, that was almost a compliment. Your worst idea is what you did with your ears. Ubisoft-ის ოფიციალურ საიტზე შემთხვევით თუ განზრახ, ცოტა ხნით გამოჩნდა პრეს-რელიზი, რომელიც მალევე აიღეს, მაგრამ როგორც ამბობენ, რაც ინტერნეტში ხდება, ის მუდამ იქრჩება და არც ეს შემთხვევა გახდა გამონაკლისი. მომხმარებლებმა მოასწრეს აღნიშნული ინფორმაციის ნახვა და შენახვაც. სტატიაში მოცემული ინფორმაციის თანახმად იგეგმება სერიალის გადაღება Far Cry-ის მიხედვით. სერიალის შექმნაზე პასუხისმგებლობა ნოა ჰოულის დაეკისრა. ჩვენ მას მიცნობთ სერიალიდან Fargo, ასევე ფილმებიდან ლეგიონი და უცხო. რაიმე სახის ინფორმაცია სიუჟეტთან ან რელიზის თარიღთან დაკავშირებით სამწუხაროდ არაა მითითებული. მიუხედავად ამისა, მასალა მართლაც შესანიშნავია. განსაკუთრებით მესამე ან მეოთხე ნაწილს თუ აიღებენ ფაბულად, ორივე ძალიან მომხიბლელ ლოკაციაზეა და მთავარი ანტაგონისტიც მართლაც რომ საკულტოა. საერთოდ სიგიჟე იქნება თუ პრიმალს აიღებენ 10,000 წლით უკან რომ გვამოგზაურონ, მაგრამ ვისაც გვითამაშია, მგონი ვხვდებით რომ ალბათ ამ ვერსიას ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. არ ამგონია სტუდიამ როგორმე დამაჯერებლად მოგვაწოდოს ის ვარიანტი, როცა ლომს ვეძახით, ის მორბის, მერე ზედ აუმხედრდებით და ესე ვახერხებთ გადაადგილებას. სხვა მხრივ, ნახოთ რა გამოვა საბოლოოდ. პოტენციალი ნამდვილად რომ კარგია. 22 წლის შემდეგ გვიბრუნდება გიჟური პარასკევი, რაც ყველაზე სასიხარულოა ჯემილი კერტისთან ერთად. სექსიზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ფილმი ალბათ იმთავითვე მოზარდ გოგონებზე იყო გათვლილი. მათ დასრულობაში და თვითდამკვიდრებაში როგორ უშლიან ხელს დედები, რადგან ერთი ვერ ხვდება მეორეს დასრულობას, ხოლო პირველი იმას თუ რატომ განიცდის ესე დედა და რატომ უნდა მისი კონტროლი. და რა იქნება იდეალური გამოსავალი, თუ არა ის, რომ გავცვალოთ მათი სხეულები. მართლაც ახალისო და კარგად მოწოდებული ფილმი იყო და არც მეორემ გააცუდა მასზე გაცემული ავანსები. ისევ კარგი დინამიკა, ისევ ის ქიმია ჯემილი კერტისა და ლინსი ლოხანს შორის, რომელსაც ამჯერად ახალგაზრდა გოგოები ავსებენ, მაპატიეთ სახელდაგვარები ვერ ამოვიწერე, მაგრამ ძალიან ქარიზმატული დუეტი ახლა წარმოვიდგა როგორც ქარიზმატული კვარტეტი. იმიტომ რომ ახალგაზრდა გოგოებმაც ტოლი არ დაუდეს შესრულებაში. ძალიან კარგი ფილმია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სანახავად. მსუბუქი კომედია. პირველ სერიას ალბათ კიდევ გქონდა პრეტენზია, რომ მაყურებლისთვის რაიმეზე მოეყოლა ან დაეფიქრებინა.
მაგრამ ეხლა უკვე ეს თემატიკა იმდენადაა გადაღეჭილი, რომ ფილმისგან რაიმე აღსარებას არ უნდა ველოდოთ. შეხედეთ პოსტერს, ხიბლავთ. ხო და მაშინ აი ზუსტად მაგას მიიღებთ ფილმშიც. მხიარულება, ოჯახური თემის წამოწევა, იუმორი და სიმსუქნე. ფილმს შევაფასებდი 10-დან 7-ით. იმიტომ რომ თუ ვინმე ფიქრობთ წასვლას, აუცილებლად წადით, დროს არ დაკარგავთ. ხოლო პოსტერის ნახვის შემდეგ თუ ვინმე წავა იმ განწყობით, რომ შევა და ნიურნბერგის საქმის მსგავს რაღაცას იხილავს და მერე უკმაყოფილო გამოვა, ეს უკვე მის თავის თავს დააბრალოს. Nice car. It's totally mine. She thinks you're cute. I do not. Yes, she does. I do. She so does. Dr. Coleman? Oh my God, go. That's my therapist. H-O-T-T-O-G-O. ასევე კინოთეატრებში შეგიძლიათ უყუროთ მისტიურ თრილერს სახელად იარაღი. ისტორია ვითარდება ერთ პატარა ქალაქში, სადაც ერთ დღესაც 17 ბავშვი უბრალოდ გავასახლებენ შუაღამისას და აღარ დაბრუნდებიან. კამერები აფიქსირებენ, რომ ისინი სახლიდან გავიდნენ თავისინები და გაემართნენ გაურკვეველი მიმართულებით. ისტორია გვიყვება საკმაოდ საინტერესო სიუჟეტს, სხვადასხვა მოქმედი პირების პოზიციიდან, რომელიც დაყოფილია თავებად. ისტორია საინტერესოა, დაძაბული, მაგრამ რომ გითხრათ რაღაცა არაორდინალურს იხილავთ ეკრანზე, ამაშიც მოგატყუებთ. ჩემთვის ძალიან საყვარელი ჯოშ ბროლინიც კი რაღაცნაირად ცარიელი თუ ჩატე მომეჩვენა. მოკლედ, შეიძლება ეს ყველაფერი მის ბრალი იყოს, რომ ზოგადად საშინელებათა ჟანრის დიდი მოტრფიალი არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მოყვარული ყავს და ყურებად ნამდვილად ღირს. ეხლა კი თავარი, ხომ გახსოვთ რომ ჩემი შეფასება არის ხოლმე არა ფილმის გარშემო, არამედ რამდენად ღირს ამ თუ იმ ფილმზე კინოთეატრში წასვლა. ამიტომ ამ ფილმს შევაფასებდი 10-დან 4-ით. იმიტომ რომ ნამდვილად არაფერია ამ ფილმში, რაც დიდ ეკრანზე, დოლბი ხმით და კინოთეატრის აურაში უნდა უყუროთ. პირიქით, ესეთი ფილმის აურა, ჩემის აზრით, სიმარტოვეში, ან მაქსიმუმ 2-3 ადამიანთან ერთად და არანაირად 100-თან. ფილმი არაა ცუდი. მარტო სახლში დივანზე მოყალათებულად ნამდვილად ღირს ყურება. Where did you go? This is where the story really starts. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაგვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა შეხვედრამდის. კარგად.